ერთმანეთს ვამდიდრებთ კიდეს, როცა ჩვენ საუბრობთ ერთმანეთთან, ან კულტურები ეჯახებიან ერთმანეთს და კულტურები უცვლიან ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს, ხდება რაც ურთიერთ გამდიდრება და ურთიერთ ახალი ნიუანსების დანახვა იგივე შენს მიდგომაში ჭეშმარიტებასთან. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ხრივ პერსპექტივიზმის ხა ასე ტერმინები შეიძლება არ ვილაპარაკო, ზუსტად კი ბატონო ვეთანხმები ამას, რომ სხვადასხვანაირად გადაწყდება ხოლმე ეს ჭეშმარიტება. ჯერთი პიროვნიდან პიროვნებამდე რამხელა განსხვავებაა, ხო? სალმუნებშია ესეთი ფრაზა, მრავალ არს მის მიერ გამოხსნა. ანუ ღმერთისგან მრავალნაირად იხსნის სხვადასხვა ადამიანებს თუ კულტურებს და ბევრნაირი შეიძლება იყოს ჭეშმარიტებასთან დამოკიდებულება. პრობლემაშია, როცა ჩვენ აი ამას დავკარგავთ ამ რწმენას. მე კი ვამბობ ამის წამს მჯერა, მაგრამ ეს რწმენა და ეს დაჯერება არ არის მზამზარეული. შეიძლება დაკარგო, შეიძლება სიზარმაცის გამო დაკარგო, აი ვისაც არ აქვსო, მას ისიც კი წაერთმევა, რაც გონია რომ აქვსო, ეს ბიბლიის ფრაზა არის. ანუ შენ ამბობ რომ კი წამს, მაგრამ თუ არ მუშაობ ამაზე, მე ვაღმოჩენ რომ სიტყვით ამობდი ხოლმე წამს და ის დაკარგე. ისაა ბერლინს დაემართა ეს, ისა თავიდან იყო წამდა ასე ჭეშმარიტების ერთიანი ჭეშმარიტება და დაკარგა ეს მენა. აუერთქლდა და მე გახდა ეს აი ეს რელატივისტი, რომ ერთ-ერთი ღირებული, ერთ-ერთი აბსოლუტური წერტილი მე დაინახა ნეგატიურ თავისუფლებაში, რომ თავისუფალი ვარ სხვის შემოჭრაში და პოზიტიური თავისუფლება აღარ ქონდა უკვე. ესა სულიერი დამბლა მე რომ გითხო. აი ესეთი რაღაც, ამიტომ კი წამს ეს მეტაფიზიკური ჭეშმარიტების არსებობის, მაგრამ სუნდა გქონდეს ბრძოლა, რომ ამ იმაში იყო და ეს რწმენა განავითარო და არ დაკარგო.